ყოფილ კოლეგებთან მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის სტატუსით დაბრუნდა. კაპიტოლიუმის შენობის ზედა და ქვედა პალატებში საგარეო კომიტეტები პირადად მის მოსასმენად შეიკრიბა. მთავარი საკითხი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა. მთავარი კითხვა კი შეჩერებული საგარეო დახმარებების ირგვლივ ისმოდა. ამის გამო ტრამპის ახალ ადმინისტრაციას ბევრი აკრიტიკებს. სახელმწიფო მდივანმა არგუმენტების წარმოდგენას სცადა. მომწიფებული საგარეო პოლიტიკა ითხოვს ინტერესს და ბალანსს. ეს უბრალოდ ფაქტია. ჩვენი ადამიანის უფლებათა დღის წესრიგი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვანაირი იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ისინი მივატოვეთ როგორც ადამიანები. ეს ნიშნავს, რომ საგარეო პოლიტიკაში შემოგვაქვს ბალანსი. ამას ემსახურებოდა საგარეო დახმარების პროგრამებში ცვლილებები, რომელთაგანაც ზოგიერთი შეიძლება ძალიან კარგი იყო, მაგრამ ზოგიერთი უბრალოდ აზრს იყო მოკლებული. რეფორმები საჭიროა. ჩვენ შეგვიძლია ადამიანებს სხვა გზებითაც დავეხმაროთ. ამგვარი საგარეო პოლიტიკა დაეხმარება ამერიკას გახდეს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და ჰქონდეს მეტი კეთილდღეობა. ამერიკის 100 სენატორიდან 80-ზე მეტი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების მომხრეა. თუ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებათა მაგიდასთან მიყვანა ვერ მოხერხდა. დონალდ ტრამპისა და მისი რუსი კოლეგის ბოლო სატელეფონო საუბარმა კი კანონმდებლებს დაუტოვა განცდა, რომ ეს არასოდეს მოხდება. სწორედ ამიტომ საგარეო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი ჯინ შაჰინი დაინტერესდა, საჭიროების შემთხვევაში ექნება თუ არა ამერიკის პრეზიდენტის ხელმოწერა სენატის იმ დოკუმენტს, რომელიც რუსეთისთვის გამანადგურებელი ამერიკული სანქციების დაწესებას მოითხოვს. Are you prepared to support that sanctions bill? We obviously can't control what Congress does, and we've told the Russians this. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ კონგრესს და ეს რუსებს უკვე ვუთხარით. ახლა კი არა 6 კვირის წინ. ამასთან თითოეული სანქცია, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს რუსეთზე დაწესდა, მუშაობს და არც ერთი მათგანი არ მოხსნილა. ჩვენ იგივე ბერკეტები გვაქვს, რაც წინა ადმინისტრაციას ჰქონდა. Secretary, I would argue that the leverage that we've given up is taking NATO membership off. შეგეკამათებით, რომ ნატოს წევრობის მაგიდიდან აღება იგივე ბერკეტია. ან უკრაინელებისთვის სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების შეჩერება. ეს გაგრძელდა მხოლოდ 1 კვირა. მზად უკრაინას მიაწოდოთ ის, რაც მას სჭირდება? ეს სხვა საკითხია, რომელსაც არა მე, არამედ თეთრი სახლი წყვეტს. უკრაინა ითხოვს საჰაერო თავდაცვასა და პატრიოტების სისტემებს, რაც გულწრფელად გითხრათ არ გვაქვს. მაგრამ ვმუშაობთ ნატოელ მოკავშირეებთან, რომლებსაც ამგვარი ელემენტები გააჩნიათ. ამასთან არც ერთ მათგანს არ სურს ამ სისტემების გადაცემა. არ არსებობს ამ კრიზისის სამხედრო გადაწყვეტა და ის უნდა დასრულდეს მოლაპარაკებებით. რუსეთს სურს ის, რაც მას ამ წუთას ხელში არ უჭირავს. უკრაინას კი ის, რასაც სამხედრო გზით ვერ დაიბრუნებს. ესაა გამოწვევა. I don't disagree with that at one level, but on the other hand, მე არ გეწინააღმდეგებით, მაგრამ ფაქტია, რომ პუტინი იგებს დროს და თამაშობს პრეზიდენტით. რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება ეს, მით მეტ ტერიტორიას მიიტაცებს უკრაინაში და მეტად გაჭირდება მისი მაგიდასთან დასმა. ახლა საჭირო ზეწოლა. I disagree with this playing with a fiddle analogy because არ გეთანხმებით, რომ პუტინი პრეზიდენტით თამაშობს. ამ დილით პუტინმა გაიღვიძა იგივე სანქციების ქვეშ, როგორიც აქამდე ჰქონდა. უკრაინამ კი კვლავ მიიღო დახმარება, რომელსაც აქამდე იღებდა. პრეზიდენტი უბრალოდ ცდილობს სისხლიანი ომის დასრულებას. პუტინს არაფერი მიუღია. I don't know what has Putin gained throughout this. He hasn't gotten a single concession. He hasn't gotten a single sanction lifted. მან მიიღო დრო. Thank you, Secretary. Thank you for your testimony. მარტივი არ ყოფილა არც წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უკრაინა იმ სტრატეგიულ საკითხებთან ერთად განიხილებოდა, როგორიცაა ჩინეთის ზეგავლენის ზრდა, ირანის ბირთვული პროგრამა, ახლო აღმოსავლეთი თუ პოტენციური დაძაბულობა ოკეანეთის ქვეყნებში. ამ საკითხებზე საუბრისას მარკო რუბიო უფრო თამამი იყო. ვლადიმერ პუტინზე დასმული მორიგი შეკითხვა და პასუხი კი დიპლომატიური უნარების ტესტს უფრო ჰგავდა. არის თუ არა რუსეთი აგრესორი ამ ომში? რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ანუ ისინი არიან აგრესორები ამ ომში. ისინი შეიჭრნენ, დიახ. გმადლობთ, სერ, სიცხადე მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ დაიწყო ეს ომი. მეორე, პირი, რომელთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ვლადიმერ პუტინი არის თუ არა ომის დამნაშავე? Vladimir Putin, is he a war criminal?
Well, I think you can look at instances that have happened there and certainly characterize them as war crimes, but შეგვიძლია შევხედოთ მაგალითებს, რაც ხდება და ნამდვილად დავახასიათოთ ისინი, როგორც ომის დანაშაულები, თუმცა ჩვენი განზრახვაა ომის დასრულება. Vladimir Putin, is he a war criminal? არის თუ არა ის ომის დამნაშავე? I'm trying to answer your question by telling you that we're trying to end the ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს ბატონ პუტინთან საუბრის გარეშე. Sir, just answer the question. I'm answering your question and the answer ვცდილობ უპასუხო თქვენ შეკითხვას და ვამბობ, რომ ჩვენ ვცდილობთ ომის დასრულებას. არ არის მარტივი ამაზე პასუხი. But right now the job is to end So the you war. won't If we answer don't the end the question. war, თქვენ ბუნდოვანს ხდით საკითხს. უბრალოდ შეკითხვას უპასუხეთ. დამნაშავეს. გახსოვთ რა უთხარით წარსულში სახელმწიფო მდივნად ნომინირებულ ტილერსონს? თქვენ მას უთხარით, რომ ძალიან იმედგაცრუებული იყავით მისი უნარობით. ეღიარებინა, რომ პუტინი ომის დამნაშავე იყო. ახლა ვეღარ არქმევთ მას ომის დამნაშავეს? At the time. and there will be accountability for that. შეკითხვას პასუხობ და ვამბობ, რომ ომის დანაშაულები ეჭვკარეშეა, იყო ჩადენილი და იმის დასადგენად ვინ არის პასუხისმგებელი, იქნება ანგარიშ ვალდებულების დრო და ადგილი, მაგრამ ახლა საქმე არის ომის დასრულება. Number 2, I don't know how I you don't think you got a question out. უკრაინა არ ყოფილა დისკუსიების ერთადერთი საგანი საგარეო კომიტეტების ხდომაზე. რუსეთის გარდა საფრთხეების კატეგორიებში განიხილებოდა ირანის ბირთვული პროგრამა, რომელიც სახელმწიფო მდივნისთვის მისაღები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ მას სამოქალაქო დატვირთვით გამოიყენებენ. ისაუბრეს ჩინეთზეც, რომლიდან მომდინარე საფრთხეც რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის იშვიათი თანხმობის საგანია.